აეროპორტში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიალს, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება და ჩვენ ბუნებრივია პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესს. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მადლობა, ეს მიშა ფეიქრიშვილი იყო და როგორც ხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატების ბორტი ნომერი 2 უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. სულ რამდენიმე წუთში გაიმართება საგანგებო დახვედრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრით გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს უკვე ელოდებიან თბილისის ცენტრში, დახვედრა გაიმართება ასევე თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში. ლიკა ალილიშვილი ჩვენი კორესპონდენტი ადგილზე მუშაობს, მას პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ლიკა, თუ შეიძლება რომ გითხრა, რა ხდება ახლა პუშკინის მოედანს სკვერში? Ვასილ პუშკინის სკვერში ამ დროისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება, აქ იმართება კონცერტი, ასევე არის წარმოდგენილი რამდენიმე სტენდი, სადაც ააკეთებენ ამერიკის შეერთებული შტატების დროშის სფეროში სპეციალურ გვირგვინებს, ასევე იმართება სხვადასხვა ღონისძიება და მოქალაქეებთან ერთად გეტყვით იმას, რომ შეკრებილი არიან პოლიტიკოსების ნაწილიც, მაგალითად აქ იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე სამხედრო ექსპერტი ბათუ ქუთელია. ჩვენ ვესაუბრეთ ირაკლი სესიაშვილსა და ბათუ ქუთელიას მათ გააკეთეს განცხადებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი. საზოგადოება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხედავს, რომ შეერთებული შტატები არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერას ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება. სოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და ამ ფონზე სოფლიოში ნომერ პირველი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ვიზიტი, რომელსაც მოყვება მხოლოდ პოლიტიკური განცხადება. ეს არის ვიზიტი, რომელსაც უნდა მოყვეს პრაგმატული შედეგებზე ორიენტირებული მოქმედებები. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა არის. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც გვეხმარება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. როგორც თქვენ კადრშიც ხედავთ, პუშკინის სკვერში შეკრებილები არიან მოქალაქეები, ისინი ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს და ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოფრენას, რათა მათ ამ ფორმით დახვდნენ, როგორც მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათ აქვთ იმედი, რომ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ძალიან მაგრად ვერთობით, ნებისმიერ მსურველს ურჩევს შემოგვერდეს, იმიტომ რომ დღეს მობრუნდება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და ეს ჩვენი აქცია ემსახურება მას, რომ ამაღლებული იყოს ეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა. გაუმარჯოს ორივეს. ვიზადებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად, ეს ლამაზი ღონისძიებებიც ამიტომ არის შექმნილი და არის ამ ბევრი აქტივობა. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ეს ვიზიტი გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება მეტი ყურადღება დაეთმობა იმ სტუდენტებს, ქართულ სტუდენტებს, რომელიც ამერიკაში აბარებენ და ამერიკაში სწავლობენ. გვინდა დავხვდეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და ჩვენი სიყვარული რაც ხალხში გამოვხატეთ უბრალოდ ელემენტარულად. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს ამ წუთებში ელოდებიან. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში უფრო გაღრმავდა ურთიერთობები, როგორც სავაჭრო, ეკონომიკური, ასევე თავდაცვის კუთხით. შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე საქართველოში მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, ღირსეული პარტნიორი 2017, რომელსაც საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივად ატარებენ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, ჯამში სულ 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. მაიკ პენსი მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოფრინდება, ხვალ უკვე ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მივა და სწორედ ღირსეული პარტნიორი 2017-ის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება. როგორც საქართველოში აცხადებენ, ეს სამხედრო წვრთნების საერთაშორისო სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში არსებული უსაფრთხოებისათვის და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდებიან. აქ
შეგახსენებთ იმასაც, რომ ღირსეული პარტნიორი 2017 საქართველოში არის ყველაზე ფართო მასშტაბიანი სამხედრო სწავლება, რაც კი ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულა. რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, მე ვეთქვი მაყურებელს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეხვედრები გაიმართა ბოლო 6 თვის განმავლობაში. საუბარი არის 50-მდე შეხვედრაზე. ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენს ამჯერად უკვე მესამედ შეხვდება. მეორე შეხვედრის დროს გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და სწორედ ამ მოწვევის ფარგლებში ჩამოდის დღეს მაიკ პენსი თბილისში. კიდე გეტყვით ასევე იმასაც, რომ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთანაც. რაც შეეხება თავად მაიკ პენს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკვე 16 წელია, რაც ამერიკის პოლიტიკაში იმყოფება და მას საკმაოდ გავლენიან ფიგურად აღიქვამენ და აღიარებენ. ასევე ცნობილია, რომ მაიკ პენსი 2001 წელს პირველად გახდა კონგრესის წევრი. ამ შემდეგ მან გააგრძელა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა. ის არის ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. მაიკ პენსი 2013 წლიდან იკავებდა ინდიანას შტატის გუბერნატორის თანამდებობას. ახლა კი ის არის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და როგორც უკვე გითხარით, მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად აღიარებენ. პუშკინის სკვერიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ლიკა ალელიშვილი საუბრობდა სწორედ პუშკინის სკვერის მიმართულებით გაემგზავრება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მას შემდეგ რაც იგი დატოვებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. ამერიკის სამთავრობო ხომალდი უკვე დაეშვა თბილისის აეროპორტში. სულ რამდენიმე წუთში შედგება შეერთებული შტატების 42-მე პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მესამე შეხვედრა. მაიკ პენსის ვიზიტი არის გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ შეერთებული შტატები საკუთარ პარტნიორებს არ მიატოვებს. ასე აფასებენ პოლიტიკოსები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს. მათი თქმით, ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. პოლიტიკოსთა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ვიზიტის ფარგლებში რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი კიდევ ერთხელ უნდა გაააქტიუროს. პირდაპირ ეთერში ხედავთ ახლა შეერთებული შტატების სამთავრობო ხომალდს, რომლითაც შტატების 42-მე ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში. მაიკ პენსი თბილისში 2 დღეს გაატარებს, დაგეგმილია უმაღლესი რანგის შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურებთან. იგი ასევე შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. მაიკლ პენსი ქვეყანას უკვე ხვალ დატოვებს და მონტენეგროში გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ მან მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა ესტონეთში, საიდანაც იგი გამოფრინდა საქართველოში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებული შტატები ერთგული რჩება საკუთარი მეგობრებისა და მოკავშირეების და ეს კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. ასევე გაისმა გარკვეული პოლიტიკური გზავნილები კრემლის პოლიტიკის მიმართულებითაც.
საქართველოში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტამდე 2017 წლის განმავლობაში არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თებერვლის, მარტის, მაისისა და ივნისის თვეებში შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ასევე ვიზიტები ვაშინგტონში, რომელთა ფარგლებში გაიმართა შეხვედრები შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. ეს შეხვედრა გაიმართა ახალი ადმინისტრაციის თეთრსახში შესვლიდან პირველივე კვირაში. ასევე ჯანელიძე შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მიუნხენში უსაფრთხოების 53 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან. თებერვლის თვეში ასევე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეხვდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს. უკვე მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს. სწორედ ამ შეხვედრის დროს მოიწვია პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში. და თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად უკვე თბილისში არის, მან დატოვა თვითმფრინავი და სულ რამდენიმე წამში გაიმართება პრემიერისა და ვიცე-პრეზიდენტის რიგით მესამე შეხვედრა უკვე საქართველოში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება მაიკ პენსს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შეერთებული შტატების ელჩი დახვდნენ. ამით იწყება მაიკ პენსის პირველი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მას დაგეგმილი აქვს მაღალი რანგის შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან, ასევე გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მაიკ პენსის სავარაუდო თავისუფლების მოედნისკენ გაემგზავრება, სადაც შეკრებილი არიან მოქალაქეები, მის დასახვედრად სპეციალური ღონისძიებები პუშკინის სკვერში იგეგმება. ამ ვიზიტის შეფასებისას მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მაიკ პენსი აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს სტუმრობს. მან უკვე გააკეთა შეერთებული შტატების პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერი განცხადებები, სადაც მან აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი თეთრი სახლი ერთგული რჩება მოკავშირეების და განაგრძობს მათ მხარდაჭერას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც რამდენიმე წამია დასრულდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, მიშა ფეიქრიშვილი, ჩვენი კორესპონდენტი მიშა ფეიქრიშვილი მუშაობს მასთან